და ბოლოს რა არის მთავარი უდიდესი მიზეზი, რომ დაიწყო ბიზნესი? ურჩიო ადამიანებს? ურჩი ადამიანებს. მიცით რა არის? ანუ პირველ რიგში ხალხო გარისკეთ, აუცილებლად გარისკეთ. დაალაგეთ, აუცილებლად დაალაგეთ სწორი მიზანი. ანუ ადამიანებს, როდესაც აქვთ ოცნება, ძალიან კარგია, უბრალოდ ჩემი აზრით ადამიანებს უნდა აირჩიონ სწორი ოცნება. პირველ რიგში დაალაგეთ, აირჩიეთ მიზანი და შემდეგ უკვე იფიქრეთ იმ გზებზე, როგორ მიაღწიოთ ამ კონკრეტულ მიზანს. არ შეგეშინდეთ არანაირი დაბრკოლების, იმიტომ რომ დაბრკოლებები შეგვხვდებათ ყოველ ნაბიჯზე აბსოლუტურად და ეცადეთ რომ ეს დაბრკოლებები გადაჭრათ, რაც შეიძლება მარტივად, ეფექტურად დაანებეთ მონურ სამსახურებს თავი, ეს არის ჩემი პირადი რჩევა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მივხვალთ იმ დასკვნამდე, რომ სხვის გამდიდრებისთვის მუშაობა არ არის კარგი და ჯობია ადამიანებმა საკუთარი გამდიდრებისთვის და განვითარებისთვის დახარჯონ თავიანთი რესურსი, დროის, ფინანსური და ასე შემდეგ. გარისკეთ, არ შეგეშინდეთ და არსებობენ ძალიან კეთილი ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ხელი შეუწყონ სტარტაპებს. ეს შეიძლება არ იყოს ფინანსური დახმარება, მაგრამ პირადად ჩვენს დიდი სიამოვნებით გადავცემთ და დავეხმარებით ნებისმიერ ადამიანს რაღაც დეტალების მოგვარებაში. ამიტომ ყველას ურჩევ, ვისაც ანუ არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ არ აქვთ ეს სკილები და თქვათ არიან ძალიან კარგი პროგრამისტები, დაუშვათ ვიძახი. ეს რა თქმა უნდა მათ არ ეხებათ ეს ჩემი მიმართვა. ადამიანები, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ და აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ შექმნან რაღაცა განსხვავებული და მოუტანონ სიკეთე როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას განვითარებისთვის და ზოგადად აწიონ ჩვენი რაღაცა ეკონომიკური წილი ზოგადად თელს მსოფლიოში.